აი როგორ არის განუყოფელი რწმენა და ეკლესია. არაფრით არ შეიძლება ადამიანი იყოს ქრისტიანი და ეკლესიის აღმშენებლობაში ის მონაწილეობას არ ღებულობდეს, არ ედარდებოდეს, არ ტკიოდეს. ეკლესია ხო ამ სოფელშია, უამრავი ბრძოლა, ის ხო ღმერთკაცობრივი ორგანიზმია, ის ხო დასნეულებულია. შენ უნდა ტკიოდეს, კი არ ლანძღავდე, კი არ გარბოდე. ზოგი არის და მხოლოდ ანგარებით უნდა მისგან ყველაფერი, მაგრამ აი ის რომ როგორც შენი გადამრჩენელი, შენი სასუფეველი, შენი დედა, შენი მშობელი, შენი ორგანული ნაწილი, შენი ძვირფასი უფლის მისტიკური სხეული ტკიოდეს. ეს თუ არ იქნა და მისი გაჯანსაღებისათვის, მისი გამრავლებისათვის თუ არ იხწვი. ღმერთი რომ ადამიანად მოვიდა და ჩვენ თავი გაგვიყადრა, დავდექით რაღაცა ისე ვერ არის. და ეს რაღაცა ისე ვერ არის, დღემდე გრძელდება. გვიყურებენ გარედან, ეს ეკლესიაში ეს რატო ხდება, ეს როგორ იქცევა? ჩვენ უნდა გქონდეს ნდობა და ხშირად მithქვია, რწმენა და ნდობა სინონიმებია. რწმენა და ნდობა ერთ და იგივეა.